განებივრებული ბიჭუნა ეს ჟან ბატისტ გრეზის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1760-იანი წლების დასაწყისში შექმნა. სურათზე გრეზი დედაშვილს გამოსახავს. ისინი ინტერიერში სხედან. დედა სკამზე ზის, სახეზე ღიმილი დასთამაშებს. მის წინ გამოსახულ ძაღლს ამ ქალბატონის შვილი კოვზით საჭმელს აჭმევს. ბიჭის მზერა გვაფიქრებინებს, რომ ის უკმაყოფილოა. მას არ სურს მიირთვას მისი ულუფა საკვები და ერთი სული აქვს როდის გააგრძელებს თამაშს. ხედავთ როგორ მოსვარა ბიჭმა საჭმლით იატაკიც. ამ ნამუშევარს მეორე სახელწოდებითაც იცნობს საზოგადოება, ცუდი აღზრდის ნაყოფი. ასე უწოდებენ ჟან ბატისტ გრეზის ამ სურათს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გრეზი სურათზე გამოსახავს დედას, რომელიც მზადაა შვილს ყველა სურვილი აუსრულოს. შვილის შეცდომებზე ხშირად თვალის დახუჭვას არჩევს და სადღაც შორს ღიმილნარევი სახით იყურება. ბიჭმა კი არასწორი აღზრდისა და დედის ამგვარი დამოკიდებულების გამო არ იცის რა რთულია ბევრისთვის პროდუქტის საყიდლად ფულის გამომუშავება. რამდენს შრომობენ და იკლებენ მშობლები, რომ შვილებს მათთვის აუცილებელი საკვებ სასმელი არ მოაკლონ. მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით კი მხატვარმა ჩვენს წინაშე თბილი და მზრუნველი ბიჭუნა გამოსახა, რომელსაც ცხოველები უყვარს და მათზე ზრუნავს. დედა კი ბედნიერია, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი აღზარდა და ღიმილიც ამიტომ დასთამაშებს სახეზე. ჟან ბატისტ გრეზის ეს ნამუშევარი დღესდღეობით ერმიტაჟში ინახება.